დილა მშვიდობის ძვირფასებო, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? დამამაგრო ეხა ეს ტელეფონი. მადლობა ღმერთს იჭერს, მუხამით რალღონ უკან რო ვამაგრებ, აქ ცოტათი იხსნება და მე ჩასვიო, ისე არ დატოვო, თორე ჩამოვარდებაო და არ ვტოვებ ისე მოკლედ. გოდეს სკოლაშია, გეგა ბაღში წავიყვანე, ქალბატონმა ადამ. გუშინ იმდენივე საუბრი დედიკო ბაღში წაგიყვან, გეგასაც წავიყვან, არა. გეგა წაიყვანე სახლში დავრჩები მეო. დავტოვე, რა მექნა. ძალით არ წავიყვან. იმიტომ რომ მე ეს უფრო მგონია ძალადობა ძალით როსაც მევატარო. კიდე დავტოვო ტირალი და ასე შემდეგ. ხო და ძალადობა არ მგონია ის რომ ბავშვს დავაძალო კითხვა, წერა, სწავლა რამის. აი ამას ფიქრობ და თუ არასწორად ფიქრობ, დაწერეთ, მაგრამ რა ვიცი მე, რომც დამიწეროთ, მაინც მე ჩემი აზრი მაქვს. ასე რომ, რა ვიცი ხალხო რა გითხრათ. ძალით არ მინდარება. კი მიეჩვევაო იტყვით, მაგრამ მე იქ ტირის მე რომ მომყავს მაშინაც კი მახსენებს რამოდენიმეჯერ რომ დავტოვე. ორჯერ დავტოვე ზუსტად ტირალი. ბოდიში და როტირის მე შარშარ მაგალითად ინერვიულად ვარ დამინახა და ჩაიფსა კიდევაც და ამის მერე არ ვაკეთებ ისე რომ ძალით ვატარო ბაღში. რომ იტყვის რომ არ უნდა არ მიმყავს. მაგრამ მაგალითად სკოლის პერიოდში და რაღაცა არ ამგონია, იმიტომ რომ გოდეს არც ერთხელ არ უთქვია რომ არ წავალ სკოლაში. პირიქით. გუშინ აქეთ გამაღვიძა. დედიკო, სკოლაში არ წავიდე, ეგეთი იყო. მე ხშირად მასე აკეთებს და არ ჭირდება იმ მაგალითად ჩვენ დედაჩემი გვეხვეწებოდა რომ არ მდგარიყავით, სკოლაში და გვაგვიანდებოდა, ასე სულ გვეხვეწებოდა, არ გვიბრაზებოდნენ. გოდეს ეს არ სჭირდება. გეგაც ეხა თხის. დედიკო ბაღში წავიდეთ მეთქი და წამოხდა. უფრო მეტად მე მგონი ილიას ხათრით უყვარს მისლა და მიხარია რომ ესეთი შეიძინა მეგობარი, ამბობს კიდევა, ჩემი best friend არისო, ილიაო და ილიას იძახისო, გეგა ჩემი ძმაკაცეო და ამაზე კარგი, აი მოსასმენიან სანახავი ჩემთვის არაფერი არ არის. ძალიან გავმართლა გეგას. რასაც მაგალითად გოდეზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ გოდეს რომ მოდის, შენ ჩემი მეგობარი, არ ხარ ჩემი ძმაკაცი, არ ხარ ტირის, ძალიან ბევრჯერ მოსულა გულნატკენი და ეხა დასაწყისებში გეუბნებით ამას პირველ კლასში, წელს რაღაცებზე კი მოდის გულნატკენი, მაგრამ მსგავსი სიტყვები რომ ასე არ ხარ და ისე არ ყოფ. შარშან წინ რამდენიც გინდა და აი როგორი ამ მშობელს რომ მსგავსი რაღაცა გესმის, გული გიკვდება. არც ერთ მშობელზე არ მითქვია, არც ბავშვებზე არავის არაფერი არ მითქვია. საერთოდ. მოკლედ ეს ყავა მოვიტანე, გუშინ შემრცხვა იმ გოგოს თარო ყავა არ მქონდა. ხო და ეს ყავა მოვიტანე მე. ეხლა აი ესე. ძალიან წარეა, ხო, გუშინ ერთი კოზი ჩავუყარე მოხას, მაგრამ მაინც წარე მიქენიო. ეს ასაწონად ანიკოდეიდას გამოვარ, არის 5 ლარი და აქ 5 ლარის წესით უნდა ჩავიდეს. ხო და მასწავლებელი მეკითხებოდა, მეორე რატო არ მოიყვანეო, მაგრამ მანამდე გარდა შემოვიდა და ამბობდა რომ ვინც აცდენსო, მე შეიძლება არ შემოგვითვალესო და სიდან უნდა მოიშალოსო და მე ვთხარი რომ არ არის პრობლემა თქო, ამოშალეთ, იმიტომ რომ მე აქეთ ხოვდნენ რომ ზუსტად მანქალბატონისგან მახსოვს უნდა ჩარეწერა ბავშვები მთხოვდა და როგორც შენი სურვილი იქნება, როცა მოუნდებათ მივიყვანდი, როცა არა. ესე იყო შეთანხმებული მაშინ, იმიტომ რომ მე ვიცი ჩემი ბავშვების ხასიათი. და მეც ჩემი ხასიათი ვიცი, რომ გაცილდები ან პატარა რაღაცას გრძნობ, რომ შეიძლება რომ სხვა ბავშვებსაც გადაედონ, არ ვუშვი. არანაირად.
ხო და ამიტომ სულ რო რაღაცა გოდი რამდენი ბაღში მივიყვანე, ალბათ სულ 10 იქნება ბოლო მთელი 3 წლის განმავლობაში 10 ჯერ მაინც თუ მივიყვანია ბაღში, იმიტომ რომ სულ ცივდება და სულ რაღაცა და მაგით არ ვატარებდი. და თან მე შინორა ისევ რაღაცა დაემართება და ისევ სახში მოვუწევ. საჭდომა მე რამდენი თქვენ გახსოვთ აგერ ჩემი ვიდეოებს გადახედეთ ჩემსას წინა წლებისას, რამდენი ყველა ერთადაც რო ვიწექით საავადმყოფოში და სუსტად იქიდან გაქციებული. ასე რომ არავის არ უხარია სიმართლე რომ გითხრათ გაცდენა, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა არ არის. ხო, 18 ნახევრის არის ესენი, აქ მაქვს სარეცხი დამემთავრდა და მუხა მითხრა ქალაქიდან მოვიტანდიო და რატო იყიდეო, მაგრამ 9 კილოა მე მგონი. არ მახსოვს 4 ლარის უნდა იყოს უბრალოდ არ ვიცი. ხო და მოკლედ გუშინ ხელფასის დღე იყო, დავისტუმრეთ, წავიღეთ მერე და ჩავთავნას მოგიყვებით. დავიტოვე მხოლოდ 60 ლარი, ანუ ამ თვეში გადმოვიდა 60 მხოლოდ. ხო და გუშინ გეგას ვუყიდე სათამაშოები გაჩვენე, არ მახსოვს გაჩვენე თქვა. გამაგების დღის სახელზე რომ მეხვეწებოდა და საათებს ითვლი და თქვენს კი გესმოდათ ბევრჯერ. ამიტომ აი ესენი მოწონდა, ერთში იყო ეგ ყველაფერი და ერთი აი ესეთი ბაღში წაიღო. ყველა ესე მანქანები ნახეთ, კაი ხარისხია ესენი იშლება მერე ისევ აწყობ. 5 ცალი და 28 ლარად ქონდა ანიკო დეიდას. ზუსტად ესეთი მე მანამდე მე მგონი შარშან ვიყიდე, ოღონდ უფრო იაფად ვიყიდე მასში. აქ კი მოუწრია აგერ ერთი ვინტი, ეხლა სად უნდა მოვუწერ? ნუ ეს კი მოყვებოდა ზაპასები, მაგრამ რატო მოაძრო? აი, მაგრამ გოდერძი აძრობ და გიგა კი არა. აი ნახეთ როგორია. უყვარს ეს ტრაქტორები და რაღაცეები და რა ვუყო. ხო და დაბადების დღეზე არ მომთხოვს აწივ, წინასწარ ვაჩუქე. აი ესეთი მოყვება, საპასადორი მოყვებოდა, მაგრამ ეხლა რომ გამოვიგვი დავინახავ. მაინც ვიპოვი. და ეს კლოჩი, გასაღები, თუ რა ქვია ამას. თუ არ უნდოდა აქ ეს ეხა, დავიჯერო არ უნდოდა. თუ რამეს ვაკეთებ, არასწორად. მე მგონი არ უნდოდა, არ უნდოდა და მე უნდოდა. ხო და მასწავლებელს ვერ ვუთხარი ეგ. რომ არა მასე თქვა თქო და ეხა მივწერე გოგოს რომ ვერ უპასუხე მეთქი, იმიტომ რომ იქეთ ქალბატონი საუბრობდა და იმას გავეცი პასუხი ვიცი. უბრალოდ მე გეტყვით რა არ მეყვარს. არ მეყვარს აი ვიღაცის შესაშინებლად ვითომ რაღაცას რო ამბობ. იმიტომ რომ მე მეშინია მხოლოდ ერთი რაღაცის, მაგას არ ვიტყვი. სხვა ყველაფერი წვრილმანია ჩემთვის. ისეთი რამე არც უნდა იყოს, სხვა რასაც ვერ გადავახარს ადამიანი. ჩაი. გეგა მართალია. იმიტომ რომ ციციფურას ფაფა გამაკეთებინა, მარტო ციციფურის ხავ. აი. მარტო ციციფურა. სუ მარტო ციციფურა. რენჯი არ უქნაო, არც იქნება, კიდევ კაი, მარტო ციციფურა რომ მითხრა. გოდეს
ეს დარჩა ხაჭაპური, მაგრამ ამას არ ვაგდები, იმიტომ რომ ადა მაინც მეც ცოტას და თლიანი ხაჭაპური შეჭამა. ერთი და მეოთხედი იყო აი ის რა და იმაზეც მოუკვეჩია. გეკას წამალი რო დავალევინე. ამათ ქალბატონი მოითხოვს და მომიწევს რომ გავფაროთ. ბოთლში ჩავსხა მე. ყავა უნდა დავლევ, მაგრამ ჯერ მანქანას ჩავთავ. კარგი ამინდია და რო ადგება ყველაფერს გამოვყრი გარეთ. ლოგინებს საგნებს ხოლმე გუშინ არ გამომიყრია, არ გამომიტანია გარეთ. ხო და ესეთი მზე ყოველჯერზე რო არ იყოს, ჯობია რომ დღეს გამოვიტანო. ეწა მანქანას ჩავთავ. გასარიცხებს შევყრი. მოგეთ კეგას გამოვიყვან 4:30-ისთვის. იმიტომ რომ მე დღეს 5-ზე ცეკვა აქვს. ვაიმე 4:30-ისთვის ვერ გამოვიყვან, გოდე არ იქნება. აუ რა გავაკეთო. 4-ზე მოვაგოდე. კაი 4-ზე გამოვიყვან, რა ვუყო, აბა მაგრამ ამდენი ხანი ეხა ამან ხო ჭამა. ეხლა საჭმელი და მერე არ იმას იზამს. იქრას შეჭამს. ვიკავირეკავს რა უნდა. კაი მერე დაურეკა. ამას დავლევით იცოდი. მაინც რეკავს. აი გამოვთო. ისე ვირეკავს ხოლმე საუბრობთ, თორე ვიცი რომ რამე საქმე არ ექნება ხალხო ეხა ჩემთან. არ მითხრათ რატო არ უპასუხებ. ამ სხვარი მაქვს ერთი ნაჭერი და ამ სხვას მივატან. მაგრამ არ მიყვარს ეს მაცივრის. ჯობა დედუცი. სინგაგიძე გოგო. ასე რომ მოგლებ ესე ხდება ძვირფასება ჩვენთან. გამარჯობა. ბუშტი. დაგისხია მან. მოკლედ როგორ მომწონს ის კაბა ვერ წარმოიდგეთ ერთი სული მაქვს როდის ჩავიცმევ ერთი სული მაქვს მართლა როდის ჩავიცმევ მოკლედ ხო გითხარით მეორე ისიც დააყენა კამერა ჩვენთან და თან იქიდან საუბრობს კიდევაც რომ მაგალითად დაუტოვებ ბავშვებს ვიდეო თვალით ესაუბრება და შვიდად ვარ მეც ასე რომ რად მარტოც აუ რა მაგარია არ დამიტოვებია ქალბატონი რა ვიცი ხალხო ასეთი მე რომ გამოაცხო მსხვენია ხოლმე და რა გინდათ იყიდება და დედა ეს სამივეს ფიცავე მართლა თუ ესეც ნერვით დასაჭრელი არ იყოს სადმე სხვა აქა აკი აბნელებს მაგრამ
ნახეთ. შიგნით არ არის. შიგნით სადამდე, აი აქამდეა. ვერც გაავსოთ ეს მალაკო ისეთი სქელია, რომც გინდოდეს, არ ვიცი, ვერ ჩატევი იქამდე. ვוי, შოქი არ მენთო მეკონა, ხო. დაიწყო. ჩემები იჭგალში ხასმშობლები რა ქორწილში არიან დაბადებული და მუხა წავიდეს გუშინ დამირეკეს უცებ მუხაზე ვიფიქრეთო და მუხა წავიდეს მაგრამ მუხა მარაო მეც არ მეყვარს სიმართლე რომ გითხრათ რა მარტო დადის მსგავს სიტუაციებში მუხა მაგალითად არ მიყვარს და მომგალით ეხა კაცე და გუნება რა გინდა დედიკო მივალეცა პეპა ჩამოთე ხო და რა ვიტყვიან ხოლმე მუხანი ისენ წარიო არ მიმჩნევ მაგრამ არ მომწონს არ მიმჩნევ და იცის მუხრანი ხო და ესე შემოგარგება ქორწილი კაია მაგრამ მართლა მე არ მითქვი არ წახვიდე თქო თვითონ თქვა არ ზავალო არ მინდა თქვენ წადიდო უთხრა ეხლა რა მინდა ხო ხომშობილთა კრება ჩვენ იმას ვქენით უფრო იმიტომ რომ წინაზე არ ვიყავი და უფრო სწორედ ჩვენ სხვას რაზე დავაბრალებ მე ვთქვი შევიკრიბოთ მეთქი იქნებ რა სჭირდება სახალხოდ ბავშვებს ხო და რომ მოვასწროთ ყველაფერი დროულად ჩვენ სახელწელს არ გვიქნებით მე წავავთ მეორე დღეს სოფლებში ეხლა მეუბნებოდა მუხრანი წუხე ეხლა საახალწლო და მარტო
ბანკთან მქონდეს შეხება, ანუ მარტო ბანკის მქონდეს ვალიო, შენ არაფერი არ დაიდო. აი, ვეუბნები. მაგრამ თეთრეულები მინდა რომ იყიდო. ახლა უნდა მოგიყვეთ. ფარდასთან დაკავშირებით ხვალ უნდა მივიდე და გამოვართვა. ფარდას მოუწია ძვირფასებო 104 ლარი და მე ვინანე. ეკნე მეორადებში მენახა მეთქი 2 ერთნაირი და ის ჩამომეკიდა თქო. მე ვინანე. მან აწირა დროისა. მარტო ანუ 3 მეტრიანები უთხარი რომ კარგად იყოს ახლო ისინი. აი ესეთი ადგილები რა ქვია, როგორ არ ვიცი რას უწოდებენ მაგას. მოკლედ მე რომ მოვიდან გაჩვენებთ კიდევაც თუ რას ვგულისხმობ. მე იმ ფარდის რომ შემოდეხავდი ფარდას, სადაც ჯოხი უნდა გაყრილიყო, ხო? იმიტომ რომ ჩემთან არის ჯოხი. რაღაცნაირი სხვანაირი ის ქონდა რა, კარგი. იმ ფარდის იმაზე დასაკერებელი ცალკე იზღირდა 2 ლარი. 12 ლარი მარტო იმას. მე 2 მითხრა და მე არ ვიცი. მოკლედ ესე მითხრა 2 ლარი, მაშინ მე დათამთა რომ ვიყავით. 13 ლარიანი არის, ის 12 ლარიანი არ მოუტანია. არ იყო თუ რა ვიცი რა და 13 ლარიანი ავირჩიე მაშინ 1 ლარი გინდი იყოს, გინდა გთქო და 13 ლარიანი არის ის ფარდა. სიგრძე არის 2 და 35. 2 მეტრი და 35 სანტიმეტრი. 6 მეტრს მოუწია 78 ლარი. თვითონ აკეთებს მაგ ყველაფერს, თვითონ კერავს. მე 12 აქედან ის და ალბათ კერვის არის ის 24 ლარი თუ რა ვიცი. მოკლედ 104 ლარი მითხრეს გუში. ხო და მე ვალად მინდოდა, მაგრამ როგორ მინდოდა იცით, ეს დასაწყისიდან აი ამ თვის ბოლომდე მაგალითად როდის მივედი ხო გახსოვთ და ეხლა უკვე ნახე ახლა ვერ ვეტყვი რომ მომდევნო თვის ბოლოსკენ მინდა მეთქი და ამიტომ ვახერხებ რომ ეხლა ვაძლევ რა ამას პირდაპირ რომ მივიტან, იმიტომ რომ სიტყვას არ მინდა გადავწდე თვის ბოლოს საიდან მოვიტან. ასე რომ ეხლა ვაძლევ. ხვალ, მაგრამ მოხანის უთხარი 64 ლარი. ასთე ხალხო. რა არის 104 ლარიანიო და გაგიჟდება, მართლა გაგიჟდება და ამიტომ 64 ლარი უთხარი. მეტი არაფერი არ მინდა ეხა ჯერჯერობით. მინდოდა მაგალითად თეფშები და რა გითხარით, თეთრეული, მაგრამ არ ვიცი, დავაკეთებ თუ არა, ნახოთ რა ვიცი, მოხან ესე ჩამომართვა პირობა და არ ვიცი შევასრულებ თუ არა, მაგრამ კი ვუთხარი უბრალოდ, რომ პირობა კი არ დამიდია. ნახოთ. იმიტომ რომ გეგას დაბადების დღეა. ყველა იძახის მოვალ. საერთოდ არაფერს არ ვაპირებდი, სიმართლე რომ გითხრათ, ტორტი მე ყოველ წელს აქ ჩემ ბავშვებს, რაც აქ მოვედით. კი, ერთ წელზე, იმაზე 2 წელზე, ერთ წელს არ ვიხდინე საერთოდ, არ გადამიხდია ჩემს არც ერთ ბავშვზე. რა ვიცი, ჩემს დროსაც არ იყო და ასე რომ მეც არ იმაშვები. არ ვაკეთებ, არ გამიკეთებია რა. ხო და მაშინ ცოტა რამე ხო უნდა გავაკეთო. ცოტა რამე უნდა გავაკეთო. მუხა შემბერდა დუდის ქურთუქს გიყიდიო, მომეწონა ტემუზე. გრძელი არ მიყვარს იცით. ოვერსაიზიო თუ რაღაცა, ძალიან დიდები მე არ მიყვარს იცით.
რებეკას ეცვა. რამნეტი და რებეკა ხო იცით? ძალიან მიყვარს ეს წყალი. აი ძალიან. ხო და იმ გოგოს ეცვა გუშინ ვერცხლისფერი. დუდის ქურთუკი. მოკლეა. აი ახალდეა. აი ასე რო წდება იქამდე. გეგა წავიდა დებახში. ხო და ქვეყნის არის იმაზე 52-55 ლარია. დუდი იქ. მსგავსები. ეხლა ზუსტად ისეთი ვერ ვნახე, მაგრამ ისეთი მსგავსები არის ზუსტად ის სტილი და ის მომეწონა, არ ვიცი მე მომიხდება თუ არა, მაგრამ თუ არ მომიხდება მივაბრუნე. გიყიდიო გამოგიწერო მითხრა. ხონჯერა რაო დამაცადეო. ხო და ვაცდი. თაზამთარი მაინც არაა ჯერ. აი ის ფერი არ მინდა მე. შავი მიჩენია. შავი არ მიყვარს დიდად, მაგრამ არ ვიცი, მაინც შავი მირჩენია. რატომღაც. კარგი ის არის ტემო, იმ მხრივ, რომ ნივთი 3 თვის განმავლობაში შეგიძლია დააბრუნო ოღონდ. არანაირი პრობლემა არ უნდა გქონდეს და არც განარეცხი არ შეიძლება. ესე იგი, ჩანაცვამი გამოდის მაშინ და არ შეიძლება. ან ისე როგორ უნდა მოიქცე. მე მაგალითად მედო. მერე გავისოვნე. ერთი თვის მერე დავაბრუნე, არ მომეწონა. არ მცნია არასოდეს. ერთხელ გავიზომე გვიან და არ მომეწონა. მუხა უფრო მეტად მანქანის რაღაცებს იწერს მაქედან. თუ რამე არ ჩამოდის ისეთი აბრუნებს. ახლა უნდა გითხრათ. ტემოს ფეხსაცმელები. მაგალითად მე მგონი ყველა ერთის გარდა. გოდეს მე მგონი ერთი ისე ვუყიდე. დანარჩენი ყველაფერი მე მგონი ტემოდან ფეხსაცმელები გამოუწერე. და ძალიან კარგები გამოვიდა. აი ძალიან კარგები. სულ ხო აცვიათ. გეგაზე რო არაფერი არ ვთქვათ. გოდე ხო სულ დადის. კი სამ ფეხსაცმელს ვანაცვლებ ერთმანეთში, ანუ ღია ფერის როცა აცვიათ ან საცმელები, ანუ ღია ჯინსი, ის ზოლებიანი თეთრი ან რამე ღია ფერის, მაშინ თეთრი და ლურჯით რო არის ბოტასები, იმას ვაცმევ. შავი მაგალითად წითელი რო ურევია სპორტული ზედა და შავი შარვალი, მაშინ შავი წითელში რო აქვს ბოტასები, იმას ვაცმევ. და კიდევ აქვს ლურჯი, წითელი, მოკლედ ესე ისიც შავთან მაგალითად მიდის. ერთმანეთში ვანაცვლებ, მაგრამ 24, 25, 29 ლარს ზემოთ არც ერთი ფეხსაცმელი არ მიყიდია გოდესი და გეგასი. აქვს. ეს სექტემბრიდან მოყოლებული კი არ არის ჯერ დიდი დრო, მაგრამ რამდენი ვიცი, რომ აი ძვირიან ზღიდულობენ 200 მეტიც 150 და ერთი თვე რო არ აქვთ. ამიტომ არის, რა ვიცი, ჩემი არავის არ მოსწონს ესე რომ ვამბობ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის მერჩევია იმ 150-ად მაგალითად 3 ან 4 ფეხსაცმელი ვიყიდო და 4 თვე მქონდეს, ვიდრე 1 და 2 თვე არ გამიძლოს იმ ერთმა ფეხსაცმელმა. ხო, კიდე, რა თქმა უნდა, გემოვნება მაქვს და ძალიან მომწონს მეც ძვირიანი ფეხსაცმელები რო ვათვალიერებ და მივწერ ხოლმე ამათი ფასი მაინტერესებს 130, ზოგი მეც მეტყვის გინდა ორეულები ძალიან მომწონებია. 200 რამდენი 280-მდე იყო რომ მითხრა იმ გოგომ, აი გიჟდები ძალიან მომწონს ის ორეული.
მაგრამ ძალიან ძვირია. მაგრამ არიან რომ არა აქვთ ფული, მაგრამ მაინც იმ ერთხელს მისცემენ იმ თანხას. მე ვერ ვიმეტებ და მოკლედ ესე ჩემოკარგება. რა ვიცი, სწორამსჯელობა, რა სწორამსჯელობა არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის უფრო მეტად რა ვიცი, მე ესე მგონია უფრო სწორი. როგორც იტყვიან, რამ სიგზის საბანი გაქვს, იმ ხელაზე გაშალებ ბეკებიო, მე ესე ვიცი. ძალიან ტკბილია არ მინდა. ეს ცარიელი ვაფლი შენილი არა უჭამოდა ესენი არა. მოკლედ ესეთ ძვირფასება. რაღაც თეატრის ფული იყო ბაღში დასადები, მაგრამ გვიანი არ არის, მე მგონი, არ ვიცი, იქნება გეგა თუ არ იქნება და წინასწარ დადება მაგიტო არ მინდოდა. სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ მე არ ვარ მე ის ადამიანი, რომ ეს რა ქვია. ის ჩემი სამელარი და არ ვიცი, მსგავსი რაღაცები ვერ ვიტყვი და მომგალეთ. ეხა ჩავთე გასარეცხები 1:64 აწერია ალბათ, საათი და 64 წუთი, თუ რა ვიცი მე, ესე აწერია ხალხო. რამდენი ხანია თემუდან არაფერი დამომიწერია. მოხა მეუბნება, რომ ძალიან კაია, რომ ბარათზე არ გაქვს თანხა. ვოი ხო, Facebook-ის მონეტიზაციასთან დაკავშირებით წუხელ მივწერე ერთ გოგოს. ხო და თუ გინდაო გაგიკეთებო მითხრა. სოციმედია მენეჯერი ყოფილა ეს გოგო და თუ გინდაო გაგიკეთებო, მაგრამ ნახეთ 75 ლარი ღირს, რომ ეს გაგიკეთოს. გაგიჟდა მუხრანი რაც ამბობს, ადვაკო ამდენი თანხა და მე ჩაუჯდებიო და იმას ვიზამო რა. იქნება და გავაკეთო რამეო. ხო და ესე, ჩემოკარგებო, თუ მე ვინმეს გინდათ მაგალითად, მიგასწავლით იმ გოგოსთან. თუ თანხა გააქვთ თქვენ და გინდა თქვენი Facebook-ის მონეტიზაცია გააქტიუროთ, შეგიძლიათ მიწეროთ იმას. ოღონდ 75 ლარი ღირს. მე მივწერე ძალიან მომერიდა მე იმ გოგოსი და ბუდიშები უხადე და ეს მეთქი თანხა რომ ექნება მოგწერ მეთქი ესე ვერ უსინდისოსავით რაღაცნაირად ვერ მოიქცეოდი. იმიტომ რომ ადამიანმა დრო დამითმო, არიან ადამიანები რომ რაც არ უნდა მიწერო, არ გპასუხობენ. იმ ადამიანის გამიკვირდა კიდე 150-ზე მეტი, 150,000-ზე მეტი გამომწერი ყავს, მე რომ მომწერა, ბიჭი იყო. უпроსორად ცოლქმარი არიან ესენი ბლოგერები. არ ვიცი რამ დააინტერესა, მაგრამ მოკლედ მე მგონი რაღაც შესწავლა აქვთ კონტენტი როგორ გახადონ უფრო როგორ გითხრათ ხარისხიანიან, რაღაცას გასწავლიან რა, როგორ შექმნა ხარისხიანი კონტენტი, რაღაც, ეს არ უთქვია ეხა იმ ადამიანს ჩემზე, მაგრამ მე მივწერე მაშინ, რომ ანუ არაფერი მიზანი არ მაქვს, უბრალოდ მაქვს ეს ბავშვების ვიდეოებს ვდებ, უბრალოდ ვცდილობ, რომ მონეტიზაცია ჩავთო. სულ რა მიზანი, 3 თუ 4 ჯერ მომწერა ერთნაირად რა. ხო და მე როდესაც დავწერე თვითონ რომ აინტერესებდა პასუხი ხო გავეცი და მე რო დავწერე რომ მონეტიზაცია მაინტერესებს Facebook-ზე, მაშინ პასუხი არ გამცა. თვითონ რომ აინტერესებდა, მე ხო პასუხობდი, ანუ მეც ხო შემეძლო რომ არ მიმეწერა საერთოდ არაფერი. მაგრამ ერთგვარი ის არის ეგეც ჩემო ძვირფასებო, მე რო ვუყურებ არ გეტყვიან.
ასეა. აბა მე ხა რაღაც გავაკეთე ვითომ Facebook-ზე. ჩემით რაღაც შევძვერი, გამოვძვერი, მიწერს რომ აქტიური მაქვს მონეტიზაცია, მაგრამ თანხა არ არის საერთოდ. არაფერი არ ჩანს. მაგრამ სჭირდება თურმე ბარათის მიბმა და მე აი იმას ვერ მივაგენი. ეხლა წუხელ მე მუხამ ეძია და რაღაცას კი მიაგნო, მაგრამ მომთხოვა $1 და მე არ მქონდა არაფერი ბარათზე საერთოდ. ხო და ამიტომ მოკლედ მუხამ მითხრა ხვალ 5 ლარს ჩავრიცხავ მაინც შენს TBC-ზე და ნახოთო აბა თუ გამიყვანსო ეგ იქამდე. სადაც საჭიროა. თორე მე რაც ვიცოდი ეგ აქ რამდენ გოგოს ჩაუგდე რომ თურმე მონეტიზაცია შეიძლება და აბა ასეკენით და აბა ისეკენით ჩემთან ასეა ჩემს ზოგმად ამერიკა ვიდეო თვალით და ჩემსაც დაუსკრინავდი ისე ჩაუგდებდი. მოკლედ არავინ არავის არ ართმევს, მაგრამ არც არავის რამის გაზიარება არ უნდა. კი, ვიდეოში ჩანს რომ თითქოს ყველა კეთილია, ყველა კარგია, მაგრამ როგორ? როცა მსგავსად შეგიძლია ერთი ვიდეო ჩაწერო დეტალურად, გაუზიარო ადამიანს, თუ როგორ უნდა ჩართოს Facebook-ზე, სად შევიდეს, ზუსტად დეტალურად. აი როგორც კომპიუტერში აჩვენებს ადამიანი, რომ აქ უნდა შეხვიდე, მე ამას დაწყაპებ, მე იქ შეხვალ, მე ასე იზამ, მე თორე დებეში შენ რო გეუბნებიან რომ ეს ქენი, ის ქენი, ეს ამას ვერ იზამს, მე ვერ ვიზამ მაგალითად. ხოდა მოკლედ ესე რა ვიცი, არავისზე და არაფერზე არ წუწუნებ, უბრალოდ რაც არასწორად მიმაჩნია მე ჩემი გადმოსახედიდან იმას გეუბნები. თქვენი გადმოსახედიდან ჩემთვისაც მიზაღებია. რა ვიცი. Ani არაფრის გამო არ ვაპირებ არავისთან დავას. იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ აზრებს ვერ ვიცვლი, ვერაფერი ვერ მაცლევინებს, იმიტომ რომ მეც ხომ ხედავ საქციელებს, მოქმედებებს. ამიტომ მარტო საუბრით რომ განსაზღვრო ადამიანი თუ როგორი არის, ეს არასწორი იქნება. ყველაფერს განსაზღვრავს ადამიანის საქციელები და მოქმედებები. ჩემთვის. მე ასე ვარ. რა ვიცი, იმედი მაქვს რომ სწორი ვარ. კარგი, წავედი ახლა დროს არ წაგართმევთ დიდ დროს ძალიან. წავედი. ბედნიერს, პოზიტიურს, ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას და ღმერთმა ის ექნას, რომ ყველას აქ დღეს Facebook-იდან და ყველას ჩაგერთოთ ეგ მონეტიზაცია და გქონდეთ ყველას შემოსავალი, მინიმალური რომც იყოს, მე რა მაინც კარგია. ასე რომ ყველას უნდა სიმართლე რო გითხრათ, რამდენმა მითხრა არ იცი, მაგრამ არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ვაჩვენე კიდევაც, მე რაც ვიცი, აი ეს არის, აბა გააკეთე და ნახე მე თუ რამე გამოვა, იმიტომ რომ მე ჩემსაც ვაჩვენებ, იმიტომ რომ ადამიანმა მიხვდეს, რომ მართლა გულწრფელი ვარ მაგასთან. იმიტომ რომ არ მიყვარს ტყუილები, თუ რამე ვიცი, ყველაფერს ვაზიარებ. ესე არ ვარ, რომ დამალული რამე მქონდეს, არ მაქვს. ვერ ვმალავ, რომ წმინდოდეს. ხოდა ესე ვაჩვენებ ხოლმე, ჩავახედებ ჩემ ტელეფონში, ნახე ასეა. მე აქედან ასე შევედი, ისე შევედი და ესე. თან მე Facebook-ზე მაინც აქტიური არ ვარ, არც ვიცი მაგალითად Facebook-ზე რა ვაკეთო. არა ვიდეო უნდა დავდო. იმიტომ რომ ჩემი ვლოგები YouTube-ზე არის ჩემი ოჯახურები რა, ჩემ ცხოვრებას რაც შეეხება. ასე რომ იქ არ ვიცი Facebook-ზე რა ვაჩვენე. წავედი, დროებით, ბედნიერი დღე ყველას.